აქ მატლაკით მხარეზე. ეს ლამაზი კაბა სპეციალურად ხაჭაპურისთვის ჩაიცვი? გადაუშვი, ნახევარი გადაუშვი. მოწვეთ, ესე მოწვეთ. გარი კონტენტია. ჯერ შეახდით ქვით. ლამაზია. მარიჭას ხაჭაპური. როგორი ლამაზია. ძალიან კაი. ისე იგი ვაკეთებთ ელარჯს. ორიგინალ ელარჯს. მეგრულს. ნამდვილი მეგრელი ვიკეთებ. სამურზაყანოელი გოგო. ხოდა ეს რეცხვის პროცედურა ყველაზე ძნელია მე მგონი, ხო? სასურგუნო ყველი უნდა. ამას ქვილიც უნდა ეკა. ხო, ვიცი, ის ბოლოს ხო? მომეცი გოგო კაცრული. მოკლედ მეგობრებო, დღეს ვაკეთებ ელარჯს. ხოდა ასევე ელარჯს მოუხდება ღომი მეთქი. ელარჯს მოუხდება ბაჟე. ეს ახალი ამოსული ყველი. გუშინ დილას ამოყვანილი ყველი არის და სველში შევანახიე. რო არ გადამჟავებული. ანუ შენ უკვე თვალი. ჩაგდე. ჩადე. თვალი ახლა. ბალიშიკების კლუბი. ცეი ღომშიო ძალიან ბევრი ყველი გააქვს, იგივე გემოვექნება, თუ რაღაც ცოტა სხვანაირი. არა, ეს მოხარშული არის ერთად. ზრამ ხოლმე ძალა უნდა ხომ ჩასქელებული მორევა. შენ უკვე მეორედ ხარ და შემდეგში შენ გაგვიკეთე. ანუ დღეს რეცეპტი გადავემეორე, ჯერ იმას. ჯერ ჩავრიო ღომი, როგორც რეცხავ, მე ხარშავ, ბევრი ხანი, მე ფქვილსამატე პურე ბევრი ხანი, ძალიან მე გასწრებულე. ყველას, მაგრამ მან თავარი ფიშკა არის ყველში, რომ ყველი უნდა იყოს ახალი ამოსული და ახალი რა. ხო, აი მაგასთან ადგილად ვის ოპა ისე. ეს. აი ხედავ ხელს ესე იმუშავ. და ხა ამას უნდა იმასაუქნო, ხო? ეს კედლებს ეს. ესე. ეგეთი ადვილი არაა, როგორც ჩანს. აი მე და მაგას 1 საათი როცა ვურო მართლა გეპკინება ხელი. არადე, ამას დიდი ხანი უნდა ზელა. მოკლედ ელარჯის გაკეთება მთელი ამბავი. რაშა, შემომხედე ელარჯს ვაკეთებ. ეს მამას უყვარს ელარჯი. კი, ხოთა შენს უყვარს. ესე იგი ყველაზე და მე კარგა, ახლა ყველაფრის იგი. არა უშავს თვარი, ბევრი ხანია უნება. აი ეს უნდა მოიხმარიო ეკა. ამაზე რო დადებ უნდა გადაატრიალო მერე და ძალა არ დაგჭირდება. მეცი. ეს ხო. ეს იმას მოიყო ყვავი იქნება თუ რაც აი იმის ძალას გადაატრიალებ ხელით იმდენად არ გეთქენება. კომსელტები ელარჯს. ელარჯი თავის ატრიბუტიკით, ბაჟეთი, ქათმით, მაწონთან. კაი იქნება. პირველად ეხა გავიაზრე და რატო იქნება კაი? არა მგონია. და მაწონი? ნახე მომდე და ჭამო, ხო გაქმაწიო, დიდას. აი მარდა კაი რასთან იქნება? ხო, ბაჟეთა. აი, ნამდვილი ელარჯი თავის ჭამბე ბაჟეთი. ნატალი, მოდი რა სანამ ცხელია შეჭამე. აღარ გაცივდება მერე.
კაია. მოკლედ მეგობრებო, გამოვედით, ქოლგა წამოვიღე, იმიტომ რომ დღეს ძალიან ისეთი ამინდია, ვერ გაიგებ, შეიძლება გაწვიმდეს. ხო და წაღან როგორც გაჩვენეთ, ძალიან გემრიელი ელარჯი მივირთვი და არ ვიცი ცუდას ვარ. ამიტომ სასწრაფოდ ჭირდება ახლა გავლა ცოტა. იმიტომ რომ მართლა ძალიან გემრიელი ელარჯი გაგვიკეთა ლალიმ ფატის მეგობარმა. მაგრამ ისეთი არ თვითონ უკვე ყოფილა იყო, იმიტომ რომ ისეთი არ გამომივიდა, როგორც ყოველთვისო და როგორც უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველი არ იყო, ყველი იყო გუშინდელი. ანუ წესით იმ დღის უნდა იყოსო აუცილებლად, თუ ახალი ამოსული ყველით კეთდება ელარჯიო და ეს იყო უკვე მეორე დღის ყველი, იმიტომ რომ ჩვენ გუშინ ვეღარ მოვასწარით. არ ვიყავით სახლში მოკლედ და მაგიტომ დღეს მოგვიწია ამ ამბების დატრიალება, ელარჯის ამბების და მოკლედ ესე გამოვიდა, რომ ესე არ გაიწელა ჩვენი ელარჯი, მაგრამ ძალიან გაწვიმდა. მარტო გაწვიმდა. მე ძალიან გემრიელი იყო და ხო გემრიელი იყო მარტო. ხო და მე სხვა დროს მეც უკვე გავიგე, დედა მჭირესა, ეს გეჭიროს. მე უკვე გავიგე, როგორ იმაშუება, რა ქვია, როგორ კეთდება ელარჯი. აჰა. და აუცილებლად მინდა რომ ვცადო მე სხვა დროს მარტო რომ ვიქნები მე თვითონ. უბრალოდ არ ვიცი სად ვიშოვო ახალი ყველი. აი პრობლემა ალბათ მექნება. იმიტომ რომ ნეტალის როგორ ხარია წვიმა. არ აინტერესებს ქოლგა არც ეძებს. ხო და მოკლედ ეს გაგვიწვიმდა, ახლა პარკში ვართ. ვსეირნობთ. არ დასცხოს ეს. ხო. ეს ნაუშნიკები არ გაგიფუჭდეს. ქოლგის ქვეშვილი. იმედია არ დასცხებს. ეხლა ცოტა წვიმს, აი. გადაიყვებს. გესმით? წვიმის წინ მიკროფონი უნდა გავუკეთო ღრუბლებს. ეხლა აიფონით მისვოდება, ამიტომ დროებით დაგემშვიდობებით. ესეთი ამბები, მოკლედ ჯერჯერობით აქ ვართ, მეგობრებო. და ტკბებით, აქაურობით, სიმწვანით, ზაფხულით, თუმცა ზაფხული ნელ-ნელა უკვე შუა ეტაპზე გადადის და ეგ ძალიან არ გვახარებს მე და მარიტას. ხო და რა ვიცი, აბა ესეთი ამბები. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ტკბილეული. მიდიოდა დღე 97 და ხაჭაპურის უცხებოდა და წვებოდა. ხაჭაპურის უცხებოდა და წვებოდა. არ ჩერდებოდა. მობიასთან ერთად. Откуда знаешь? ამაში უკვე ბევრი ჩავი კაკლები. ამაზია. აი ნამდვილი კაკლის მურაბა მართლა. როგორც გავთვალეს ზუსტად გამოვიდა. დაგაია. დღეს წამოვიდით ქუთაისში სუშის შესაკვეთად. რომელია ნეტა ქუთაისში ყველაზე კაი სუში? სამი ვარიანტი გვაქვს. არ ვიცი რომელს ავერჩევ. ისე დასხ. ქუთაისში წვიმს. წერია, ქართულად წერია. ველოდებით სუშის ნატალისთვის. მარტო ნატალისთვის არ არის გაუნა. ნატალის ინიციატივით. მოვედით სუში ბარში და ველოდებით სუშის, ოღონდ უნდა წავიღოთ.
მოკლედ შევუკვეთეთ სუშის სეტი და პლუს ფილადელფია კიდევ დავამატეთ, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ყველას და აღმოჩნდა რომ აქ ძალიან გემრიელი ყოფილა ყველანაირი სუში. მარიტა ხატავს ახალ ნახატს. ლამაზი თევზებია. და ეს კი წინა ნახატი, რომელიც არ მიჩვენებია. ესეთი ლამაზი ყვავილები. სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ნახატია. მაგრამ ესეც ძალიან მომწონს. ზღვა.